უკრაინელი ჟურნალისტები პრესტურის ფარგლებში დღეს ბათუმის მერს შეხვდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობას უკრაინის სხვადასხვა ქალაქების მედია საშუალებების 24-მდე წარმომადგენელი, ახალი სარკინიგზო საბორნე ხაზის, ილიჩევსკი, კონსტანცა, ბათუმი, ილიჩევსკის გახსნის მნიშვნელობაზე და ოდესე, კონსტანცა, ბათუმს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაზე ესაუბრნენ. სტუმრად ყოფი ჟურნალისტები დღესვე ბათუმში უკრაინის დიასპორის საქმიანობით დაინტერესდნენ. ისინი დიასპორის ხელმძღვანელობას შეხვდნენ და მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს. ჟურნალისტებმა შეკითხვები დიასპორას ძირითადად საქმიანობის ირგვლივ დაუსვეს. ისინი მღონისძიებათა ნუსხას გაეცნენ, რასაც დიასპორა წლის განმავლობაში ახორციელებს. უკრაინელი სტუმრები ძირითადად ჩვენი საქმიანობით დაინტერესდნენ. მათთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მოქალაქეები, თუმცა ეროვნებით უკრაინელები ეუფლებიან უკრაინულ ენას, ითვისებენ მშობლიურ კულტურას და ჩართულები არიან სხვადასხვა ქართულ-უკრაინულ ერთობლივ კულტურულ ღონისძიებებში. ახალი სარკინიგზო საბორნე ხაზის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთის მხრივ გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას. გარდა ამისა, გაიოლდება ციტრუსის ექსპორტირება და რაც ყველაზე მთავარია, უფრო მჭიდრო კავშირი დამყარდება ორ ქვეყანას შორის. ძალიან მესიამოვნა, როცა დავინახე, რამდენად კეთილგანწყობილია ქართველი და უკრაინელი მოქალაქეები ერთმანეთის მიმართ და როგორ ზრუნავს ამისთვის უკრაინის დიასპორა.